იმის გამო რომ ამ საკითხებზე თავადვე გახსნეს დისკუსია ქართულ ოცნებაში, ახლა მათ პასუხობენ ის ადამიანები, რომლებმაც წლების წინ თუნდაც ირაკლი კობახიძე დაიქირავეს იმისთვის, რომ მას ემუშავა არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რესპონდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ტყუილს ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ოლიგარქის პარტიის ამჟამინდელი მოქმედი ლიდერები იმის შესახებ, რომ თითქოს მათ არ აქვთ მესამე სექტორში მუშაობის გამოცდილება. ამ მხრივ ჩვენ ვესაუბრეთ გია ხუხაშვილს და თეონა აკუბარდიას. ხუხაშვილმა გაიხსენა ისტორია, როდესაც წლების წინ ჯერ კიდევ მაშინ ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა და ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილმა და თავად დააფუძნეს ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ბევრი მიმართულებით მუშაობდა და ამ ორგანიზაციას მაშინ თეონა აკუბარდია ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობს, რომ ის იყო თავად თეონა აკუბარდია იყო პიროვნება, რომელმაც დაიქირავა ირაკლი კობახიძე იმისთვის, რომ მას ემუშავა მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე და მოემზადებინა საკუთარი სამართლებრივი დასკვნა. გავარკვიეთ ისიც, რომ ამ უკანასკნელის შესახებ დოკუმენტზე კობახიძის გარდა მუშაობდა ლევან იზორიაც და არსებობს ასეთი დოკუმენტიც, რომელსაც სავარაუდოდ ახლა მაყურებელიც ხედავს კადრში და რომელიც მოამზადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მაშინ, როდესაც საკუთარი სამართლებრივი დასკვნა უკვე მომზადებული ჰქონდა მათ შორის ირაკლი კობახიძეს, მან რატომღაც თქვა უარი, რომ ამავე დასკვნის პრეზენტაციაზე მისულიყო და გამოჩენილიყო იმჟამინდელ უკვე ოპოზიციონერებთან ერთად, რადგან როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მას ჰქონდა შიში წინა ხელისუფლების. ხო, ეს იყო კლასიკური NGO, რასაც ქვია, ხო, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც დააფუძნეთ მე და ბიძინა ივანიშვილმა, ესე რომ ვთქვათ, 2011 წელს. და ვახტანგ ხმალაძეს ჩვენ ინსტიტუტში მიყავდა, აი ამ NGO-ში მიყავდა მიმართულება, აი სამართლებრივი რეფორმის მიმართულება და მან გარკვეული ახალგაზრდების ჯგუფი შექმნა და ესე რომ ვთქვათ, ამ ჯგუფში იყო წარმოდგენილი, ანუ NGO-ში მუშაობდა, რასაც ქვია, თანამშრომლობდა ირაკლი კობახიძე. ხელფასი და ჩვენგან, როგორც ჩანს, მე ვაწერდი უწყისებს ხელს. იქ ის მონაწილეობდა კიდევ ორ სხვა პირთან ერთად, მათ შორის მეორე იყო მისი დღევანდელი მრჩეველი ლევან იზორია. იმალებოდა მარტო იმ მიზეზის გამო, რომ არ უნდოდა ჩვენთან კონტაქტი გამოჩენილიყო და მიშა სააკაშვილი მასზე გაბრაზებულიყო, ხო? და ესე რომ ვთქვათ, ეს შემოიპარებოდა, გაიპარებოდა ხოლმე. მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმე კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტში, იმისთვის, რომ მას სამართლებრივი ანალიზი დაეწერა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ იმხრა დრაკონული კანონის ირგვლივ და ეს ანალიზი ჩვენ მათ შორის გავასაჯაროეთ თბილისის მერიოდში, სადაც სხვა შორის ის არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა თავად დაწერა სხვა ექსპერტებთან ერთად, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს საშიში იყო იმ პერიოდში კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ის არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და შესაბამისად დღეს გადყუებთ, როდესაც ამბობს, რომ არასდროს ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და წარსულის შეხსენება დოკუმენტური თუ ფოტო არქივით დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯერ პაპუაშვილმა თქვა, რომ ის არ ყოფილა NGO სექტორში და შემდეგ კობახიძემ დასძინა, რომ უცხოური დაფინანსებით მას ქართულ პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც მოისმინეთ საპირისპიროს ამბობენ ჩვენი რესპონდენტები, თუმცა არა მხოლოდ ისინი, მათ შორის დღესაც მოიძებნებიან ოპოზიციურ პარტიებში პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც თავადაც ახსოვთ წლების წინ ქართული ოცნების მოქმედ ლიდერებთან ერთად მუშაობა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების საფარქვეშ. პოლიტიკოსები, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წესით ეს კანონი, რომელსაც ახლა იღებს ქართული ოცნება და რომელსაც ბევრმა უწოდა ყველაზე უფრო მეტად რეპრესიული ხასიათის და ყველაზე უფრო რეპრესიული შინაარსის, იმ პერიოდში რომ ემოქმედა, წესით ვერ აცდებოდა არათუ პოლიტიკაში მოსვლას, არამედ ციხესაც. ვერც კობახიძე და სავარაუდოდ ვერც პაპუაშვილი, რადგან როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, თვითონ ამ კანონის შინაარსი არის რეპრესიული და ეს კანონი რომ იმ პერიოდში ყოფილიყო კანონი, ამ შემთხვევაში დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევდათ ივანიშვილის პარტიის ამჟამინდელ ლიდერებს. დღევანდელი რუსკოცური რეჟიმის უამრავი წევრი ერთ დროს სწორედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო.
იმ დროს მეც საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და პროფესიული შეხებაც მქონია ზოგიერთ მათგანთან, რომლებმაც ახლა განიცადეს ტრანსფორმაცია ივანიშვილის კარზე, რაც ბუნებრივია ძალიან სამწუხაროა. ეს კანონები და ეს ცვლილებები თავისთავად ჩემი აზრით ჩვენს რეალობაში არაფერს დიდად არ ცვლის. ირაკლი ყობახიძე და შალვა პაპუაშვილი არათუ არასამთავრობო სექტორიდან მოდიან, არამედ მათივე გადმოსახედიდან კიდევ უარესი ცოდვები ჰქონიათ საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები, რომლებიც თურმე რაღაცა საქმეებს აკეთებდნენ საქართველოში. დღეს რომ მოღალატეობრივ და უცხო ქვეყნის ინტერესების სამსახურად აქვთ გამოცხადებული, აი ამას აკეთებდნენ თავად. რეალურად მათ სურთ რომ საქართველო აქციონ ისეთი ტიპის სახელმწიფოთ და ძალიან ცოტა უკლია მაგამდე, როგორიც არის დღევანდელი რუსეთი. კანონი ხალხის დასადუმებლად უკვე არის საქართველოს პარლამენტში. ქართული ოცნების დეპუტატები უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყებენ ამ კანონპროექტის განხილვას. სავარაუდოა, რომ მათ ხელს არაფერი შეუშლით იმაში, რომ ამ კანონპროექტის განხილვის შემდეგ პროექტი უკვე კანონად აქციონ. განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.